Ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენ ვიმყოფებით ბრწყინვალე შვიდეულში. დღეს არის ბრწყინვალე შვიდეული შაბათი. ჩვენ აღვასრულეთ საღვთო წირვა, საღვთო ლიტურგია. და საკითხავები ჩვენ მიგვითითებენ თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. კონდაკი არის აღდგომის, სადაც ვკითხულობთ, რომ უფალი აღდგომის შემდგომ მოციქულებს ეუბნება: წარვედით და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმე სიკვდილი მოჰკლა მხსნელმან. აი მოციქულებს რა უნდა ეკადაგათ, რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ, ისწავლენ, უფლისგან სწავლობდნენ. ეს ერთი, მერე სულიწმინდა გარდამოვიდა მათზე და ისინი სულიწმინდით მეტყველებდნენ. მაგრამ ნახეთ, რას ეუბნება უფალი. ესე იგი, უფალი თავის მტრებს, რომლებთანაც ახლა შეიძლება ესე შეუთვალოს, რომ აი მე აღვდექი და მე გავიმარჯვე და თუმცა რა თქმა უნდა ესეც არის. და ქრისტე აქ მიგვითითებს, რომ თავის გამარჯვებას კი თავის გამარჯვებაზე კი არ ამახვილებს ყურადღებას, არამედ სიკვდილის დამარცხებაზე და ადამიანის გამარჯვებაზე, რომ ადამიანმა დაამარცხა სიკვდილი და რომ აღარ არის სიკვდილი. აი ამაზე უნდა გავამახვილოთ ჩვენ ყურადღება, რა უთხრა უფალმა. აი აღდგომის კონდაკია ახლა უპირატესი მუხლია, უპირატესი ლოცვა არის და აქ რასაც ვკითხულობ ჩვენ, ეს ჭეშმარიტება არის. და უფალი აგზავნის მოციქულებს არა იმისთვის, რომ აი ჩვენ გავიმარჯვებთ და წადი და ეჩვენე ჩვენ მტრებს და ამით ამას ჩვენ ვამბობთ, ადამიანები, საკითხავი ამბობს, აღსდეგი ღმერთი და განიბნინეთ ყოველი მტერნიმის და ილტოდენ მოზულენი პირისაგან მისსა, მაგრამ უფლის სიტყვა ტკბილია. უფალი იმათაც ახარებს, წადი და ახარეთ, რომ სიკვდილი მოჰკლა მხსნელმან, იმიტომ რომ სიკვდილის შიში და ძრწოლა ქონდა ყველას. და უფალი ახარებს ადამიანებს, რომ სიკვდილი მოჰკლა მხსნელმან. შემდეგ რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, ითხოვთ, რომ ესე იგი, ვიცით ჩვენ, რომ უფალი გარდამოხსნეს ამის შემდგომ მის ყველასგან მიტოვებული იოსებ არიმათიელმა ნიკოდიმოსმა გარდამოხსნეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თხოვნით და დაასვენეს საფლავში და ის ღამე იქ მარტო იყო უფალი, მცველები იყვნენ იქა და სისკარსამს თქვა მივიდა მარია მაგდალინელი. მარია მაგდალინელის შესახებ ჩვენ ვიცით მისი აი ამ პიროვნების შესახებ, რომ სახარებაში წერია, რომ რომლისგანაც 7 ეშმაკი გასრული იყვნესო და ვიცით ჩვენ, რომ ცოდვილი წარსული ქონდა მას, თუმცა სხვა გადმოცემაც არის მის შესახებ, რომ ფიზიკური უძლურებისგან განკურნა უფალმა, მაგრამ უფრო სარწმუნო არის, რომ ესე იგი ნახეთ აი ვინ გამოიჩინა ყველაზე დიდი ერთგულება, ყველაზე დიდი სიყვარული უფლისადმი ადამიანმა, რომელიც წარსულში ესეც ცოდვილი იყო და ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ჩვენი ღმერთი არის გულის ღმერთი. ნუიქადინ ბრძენი სიბრძნითა თვისითა და ნუიქადინ ძლიერი ძალითა თვისითა და ნუიქადინ მდიდარი სიმდიდრითა თვისითა, არამედ უფლისამიერი ქადოდან ვერავინ ვერ იტყვის. აი თუნდაც ჩვენ, რომ აი ჩვენ მარხვა შევინახეთ, აგერ აღდგომა დღესასწაულზე დავესწარეთ, ვერავინ ვერაფერს არავინ არ ვიცით. ვის უყვარს უფალი, უფლის ადგილი არის გულში და შეიძლება ჩვენ შორის იყოს ადამიანი, რომელმაც ყველაზე ნაკლებ გამოიჩინა ამ ხრივ გულმოდგინება, შეიძლება მე ვამბობ, მაგრამ შეიძლება მის გულში ყველაზე დიდი სიყვარული იყოს უფლისა. ასევე ჩვენ გვიმახვილებს დღეს ეკლესია ყურადღება შესვლის სიტყვები არის, აი როცა სახარებით
შესვლა არის ასეთ სიტყვებია ეკლესიასა შინა აკურთხევდით უფალსა ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა ქრისტე ამაღლდა თქვენისით და მიწაზე არის ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეული ამიტომ ჩვენ მიუგებთ მათ ვინც ესე აზროვნებენ და ესე ფიქრობენ რომ მე რა არის რომ მე ეკლესიაში არ დავდივარ მე არ ვაშავებ მე არაფერს არ ვაკეთებ ჩვენ მათ მიუგებთ რომ ეკლესია ქრისტე ესე გასწავლის შენ რომ ეკლესიაში უნდა მოხვიდე ეკლესიასაში აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა ქრისტე აღსდგა ჩემო საყვარელო და ამიტომ წარდგომის მუხლში ჩვენ ვკითხულობთ რომ უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს ამიტომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის სიკვდილი დაამარცხა ხსნელმან ჩვენმა როგორც თავში ვთქვით აღდგა მკვდრეთით ამიტომაც ვღაღადებთ დღეს ეკლესია რომ უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს ამიტომ ჩვენ ადამიანები იმედის და უიმედობის ბეწვის ხიდს გავდივართ ამ ცხოვრებაში თითოეული ჩვენთაგანი და როდესაც უიმედობა მოგვიცავს აი ეს სიტყვები თქვა ძალიან ძლიერი სიტყვებია ესა რომ უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს ასევე მე მინდა უბრალოდ სახარება დღევანდელი სახარება ორი სიტყვით მიგვითითებ ჩვენ რა არის საერთოდ ქრისტიანის ცხოვრება რომ ქრისტიანის ცხოვრება ეს არის ცხოვრება სხვისთვის რასაც იოანე ნათლისმცემელი ამბობს ცხოვრება ქრისტესთვის თავის გაწირვა ქრისტესთვის რასაც იოანე ნათლისმცემელი ამბობს ქრისტეს შესახებ რომ მისა ჯერ არს აღორძინებად ხოლო ჩემდა მოკლებად ეს სულიერი მდგომარეობა უნდა იყოს ყოველ ქრისტიანში რომ ქრისტე უნდა აღორძინდეს ჩვენში ჩვენი ცხოვრებით ჩვენი საქმით ჩვენი სიტყვით ქრისტე უნდა აღორძინდეს თუნდაც ჩვენი დამდაბლება ჩვენი დამცირება ჩვენი უპატიობა იყოს ქრისტე უნდა იყოს პატივში ჩვენით აი ეს არის ესე რო ვთქვათ აი ამას გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი და ასევე დღევანდელ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ რომ იოანე ნათლისმცემელი მოწაფეებს რომლებიც მოდიან და ეუბნებიან ქრისტეს შესახებ მათ შური ჰქონდათ იმიტომ რომ ბევრი მოწაფე მიდიოდა უფალთან და იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს შური ჰქონდათ ჩვეულებრივი ამბავია ეგა და მოდიან და ეუბნებიან აი შენ რომ ნათელი ეცი ის ნათელს სცემს და მისი მოწაფეები და იოანე ნათლისმცემელი ეუბნება რომ ეს ის ვიზეს თქვენ ამბობთ ზეგარდა მომავალი ანუ ზეგარდა მომავალი კი ყოველთაზე დაარს და რომელი არის ქვეყანით ქვეყანისაგანი არის და ქვეყანისასა იტყვის ხოლო ზეცით მომავალი ყოველთაზე დაარს ზეცით მომავალი და ზეგარდო მომავალი არის ქრისტე რომელმან ზეცით მოგვიტანა ჩვენ მოძღვრება ხსნელი მოძღვრება და ის მოძღვრება რომელიც ქრისტე მოგვიტანა ჩვენ ვერავინ ვერ მოგვიტანდა ამ მოძღვრებას ვერც იოანე ნათლისმცემელი მათ შორის იმიტომ რომ იოანე ნათლისმცემელის მისია იყო მეუფის გზის გამზადება და ის არ ქადაგებდა იმას რასაც უფალი ქადაგებდა უფალი ერთი რასაც ერთნაირად ქადაგებდნენ ეს იყო სინანულის შესახებ ქადაგება მაგრამ მოძღვრება თვითონ ქრისტიანული მოძღვრება ეს მისია იოანე ნათლისმცემელს არ ქონია ეს ქონდა ზეგარდა მომავალს ქრისტეს ქონდა ეს მან მოიტანა ეს მხსნელი მოძღვრება და ჩვენ მადლობდეთ უფალს იმისთვის რომ დღეს ეკლესია აი ესე მტკიცედ მიაპოვს იმ ქარიშხალს რომელიც აღდგომილი არის გველეშაპის მიერ როგორც ვკითხულობთ ამას გამოცხადების წიგნში მიაპოვს ამ ქარიშხალს და ჩვენ უფლის მოსავნი და უფლის სასწავლებელი ვიმედოვნებთ რომ მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე გაგვიყვანს ჩვენს სამშვიდობოს ამინ ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა